მოგესალმებით. დღეს გვექნება თუ რა სტილით და როგორ თევზაობ კეფალზე. ანუ აი ასეთია დაახლოებით ტიტივა, შემდეგ მძივია, სთი გადაკვანძული და შუაში ეს მძივი ტრიალებს. რომ გამოყვანის დროს არ გაიხლათოს. ნემსკავი კიდე აი ასეთია. ой, იცოდეთ. შეიძლება ბევრმა იცის, მაგრამ მაინც ვინც არ იცის. ეს დაახლოებით იქნება 6 ზონა, 7 ზონა დაახლოებით. დიდი არა. ხო, და კიდე რა უნდა გაითვალისწინოთ, ჭიას როცა უკეთებთ, ნემსკავის წვერი არ უნდა ჩანდეს. ანუ რადგან კეფალი ზამთრილი თევზია და არ ჭამს, პირს არ დააკარებს. წვერი უნდა დაიმალოს და ძალიან კუდიც არ უნდა გქონდეს ჭიას, უნდა მოაწყვეტოთ კუდი. აი ასე უნდა იყოს დაახლოებით. ნემსკავის წვერი არ უნდა ჩანდეს, პატარაზე უნდა იყოს ესე წვერიც. თუ ჭია გძელია, უმჯობესია შუაზე გაყოთ და ასე ორად გაყოთ. და კიდევ დამავიწყდა მეთქვა, რომ თუ კი ნაგვის ჭიას მონახავთ, უკეთესია, რადგან ნაგვის ჭია უფრო მყარია და არ წყდება მარტივად. და რამოდენიმეჯერ გადაგდების შანსი გექნებათ იმისთვის, რომ მეტი თევზი დაიჭიროთ და არ იწვევთ ყოველ ჯერზე არ შეცვალოთ ჭია. გადაგდების დროს შორს გავისვრით. შემდეგ აი ასეთნაირად არის, დავახლოვებ ახლა. წკრივზე არის ასეთნაირად. როგორც კი გვერდზე გაწევს თევზი ტიტივას. მაშინ უნდა ოდნა ამოკავა. ანუ ანკესი უნდა ამოწიო ოდნა. და წამოდო კარგად. ლაყუჩებში და ამოიყვანო თევზი. ნახეთ საღამო ხარ ჩამოვედი, მოზრდილი ზომის დავიჭირე ოცვად. სულ ეს იყო მეგობრებო. თუ გაქვთ სპინინგის ანკესი 2.10-ის სიგრძის, ან 3 მეტრის, მთლად უკეთესი, შორს გაისვრით. თუ გაქვთ მით უმეტეს კარგი კატუშკა, ამ შემთხვევაში უფრო შორს გაისვრით და უფრო შედეგიანი გექნებათ თევზაობა.